Top 5 სედანი, რომელსაც ჩემს მეგობრებს ყოველთვის ურჩევ. დაელოდე ვიდეოს ბოლომდე, გაიგებ მანქანაზე, რომელსაც ნამდვილად არ მოელოდი, მაგრამ მე ყოველთვის ყველას ვეუბნები ხოლმე, რომ შეგიძლია ეს ვარიანტიც განიხილო, იმიტომ რომ ზემოთაც ჩამოთვლის ყველა სჯობია. მეოთხე ადგილზე გავიდა Honda Accord. ეს არის მანქანა, რომელსაც ყიდულობ მაშინ, როდესაც Toyota Camry გინდა, მაგრამ Toyota Camry არ გინდა. ის გაძლევს Toyota Camry-ის საიმედოობას, უკეთეს დინამიკას, შეიძლება ცოტა უფრო პატარა სალონს, მაგრამ არც ისე პატარას, რომ ამან შეგაწუხოს. ვიზუალურად მე ძალიან მომწონს, Honda-ს დიდი მოყვარული ვარ, ამიტომ ჩემს მეგობრებს ყოველთვის ურჩევ ხოლმე. მესამე ადგილზე გავიდა BMW 330 G20. ბოლო თაობის ავტომობილებში BMW Mercedes ძალიან აჯობა. მაგარი გამძლე მანქანები გამოუშვეს, ვიზუალურადაც ძალიან მომწონს. კარგად იმართება და რატომაც არა, კი ბატონო, F30-ის მერე პრობლემები გამოასწორეს და G20 უკვე მართლა ძალიან მაგარი მანქანაა. მეორე ადგილზე გავიდა, ჩემთვის ძალიან უცნაურია ეს ამბავი, მაგრამ Hyundai Elantra. როგორც ჩანს, მე ამ მანქანას დიდად ვერ ვაფასებდი. თუმცა მას შემდეგ, რაც მასთან შეხება მქონდა, გავტესტე ვიდეოში და აღმოვაჩინე, რომ ხმის იზოლაცია გაცილებით უკეთესი აქვს ვიდრე W204 Mercedes, ანუ Mercedes საჯობა ხმის იზოლაციით. და ამის დამტკიცებელი ფაქტები თქვენ შეგიძლიათ ჩემს ვიდეოში ნახოთ სპეციალური საზომით გავზომე. ამის მერე ამ მანქანას საერთოდ სხვანაირად შევხედე და ახლა ყველას ურჩევ. ახლა კი მეგობრებო, პირველი ადგილი და რა თქმა უნდა, პირველი ადგილი ეკუთვნის უცვლელად Toyota Camry-ს. Toyota Camry არის მანქანა, რომელიც გინდა, არ გინდა, უნდა აღიარო, რომ საუკეთესოა. ის გაძლევს საიმედოობას, სტატუსს, ყველაფერს, რაც გჭირდება. სალონის მოცულობა საკმაოდ დიდი აქვს და რომელი თაობაც არ უნდა იყოს, იცი რომ კარგია, ივლის და მორჩა. ახლა კი უკვე დაპირებულ ბონუს ავტომობილზე მინდა გადავიდე, რომელსაც აუცილებლად ვახვედრებ ხოლმე ჩემს ხუთეულში, თუმცა სანამ ამ მანქანაზე გეტყვით, მინდა გითხრათ, რომ ამ ვიდეოს წამდგენი არის Karu, სადაც შეგიძლია ყველაფერი ნახო შენი ავტომობილისთვის. გაატანო შესაკეთებლად მანქანა, სხვა შეიძინო პასუხისმგებლობის დაზღვევა, გადაიხადო ჯარიმები, დაჯავშნო ვიზიტი ხელოსანთან, მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცა დაემატა, ძალიან ბევრი რაღაცა ემატება, ყველა უნდა შეხვიდეთ Karu-ზე და დარეგისტრირდეთ თქვენი ავტომობილი. ახლა კი უკვე მეხუთე ბონუს ავტომობილი, რომელსაც ყველას ურჩევ ხოლმე და ეს არის, რა თქმა უნდა, Mercedes W200. 200 არის ისეთი მანქანა, რომელიც გთავაზობს კომფორტს, საოცარ სვლას, არასოდეს დაძველდება უკვე ის, იმიტომ რომ მივიდა იმ პიკში, რის ქვემოთაც ფასი აღარ დაუვარდება, ანუ ფულს არ იზარალებ. ჩემი აზრით, ეს არის საუკეთესო სედანი, რომელიც დღეს შეგიძლია რომ იყიდო და თუ ახლა ვინმე მეტყვის, რომ ტექნოლოგიები მოძველებულია, რა თქმა უნდა დიდი ეკრანი მანქანაში, რა თქმა უნდა ზოლებში სიარული, ანუ არაფერში არ მჭირდება ეს რაღაცეები რა. კი, nice to have არის, კარგია რომ აქვს, მაგრამ თუ არ აქვს, ძალიან დიდადაც არ შევწუხდები. სამაგიეროდ ისეთი სვლა მაქვს, რომელიც არც ერთ სხვა მანქანაში არ მეურდება. ასე რომ მეგობრებო, ეს არის ავტომობილი, რომელსაც ყველას ურჩევ ხოლმე და თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გააკეთეთ რეპოსტი და დაწერეთ კომენტარებში შემდეგი რისი top 5 გინდათ რომ გავაკეთო.